ისევ საქართველოს და კულტურის სიახლეები განახლებული აღმაშენებლის გამზირის საზეიმოდ 25 სექტემბერს უნდა გაიხსნას 50-მდე სახლის რეაბილიტაცია, რომელთა შორის უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სპეციალისტებმა გაამაგრეს და მათ პირვანდელი იერსახე დაუბრუნეს. პროექტ ახალი თბილისის ფარგლებში ასევე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონები, გამოიცვალა კომუნიკაციები, აღმაშენებლის გამზირის ქუჩების ერთი ნაწილი კი საფეხმავლოდ იქცა. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი სივრცე აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრუკენის მოედნამდე პირველ სტუმრებს 2 დღეში მიიღებს. მანამდე კი თბილისის ისტორიული უბანი ლიზა ციციშვილმა დაათვალიერა. 1903 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი აღმაშენებლის 36 ნომერში ერთ-ერთი იმ ნაგებობებს შორის, რომლის სრული რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სპეციალისტებს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. რესტავრაციაზე რესტავრატორებთან ერთად მოქანდაკეებიც მუშაობდნენ და სახლის დაზიანებული ფასადი დაძერწვის მეთოდით სრულად აღადგინეს. გამოფიტული ზედაპირის შევსება კი სპეციალური საჟღენთი მასალებით მოხდა. მოვახდინეთ შენობის მთლიანი ფასადის ზედაპირიდან გაწმენდა ჭურჭლის ნადებისგან. შემდეგ მოხდა გამოფიტული ზედაპირის გამაგრება სპეციალური საჟღენთი მასალით. მოხდა აღდგენა. თბილისის ისტორიულ უბანში სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის ცენტრში აღმაშენებლის გამზირზე ახალი საზოგადოებრივ რეკრეაციული ზონა შეიქმნა. 50-მდე სახლს, რომელთაგანაც 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სპეციალისტების მიერ სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და სრულად აღდგა. დღეს ხდება, ასე ვთქვათ, სკამების მონტაჟი, ხეების ჩარგვა, სცენარეების განთავსება. საბოლოო ჯამში ტურისტული მარშრუტის ეს მონაკვეთი გაკეთდა და დაუკავშირდა რეაბილიტირებული აღმაშენებლის პირველი ნაწილი, მეორე, ასე ვთქვათ, ნაწილის რეაბილიტაციით, შალხით. ეს პროექტი მოიცავდა ზაარბრუკენის მოედნიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ გავაკეთეთ როგორც სახლების რეაბილიტაცია, აღდგენა, გამაგრება და რესტავრაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე გამოცვალეთ მთლიანად შიდა კომუნიკაციები. პროექტის ახალი თბილისი ფარგლებში ტერიტორიაზე, რომელზეც 1917 წელს გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე გამაგრდა შენობები, მოწესრიგდა ფასადები. შენობა ნაგებობების გარდა ჩატარდა მიწისქვეშა სამუშაოები და სრულად გამოიცვალა კომუნიკაციები. რაც იყო იმასთან შედარებით, ეს არის სამოთხე. ძალიან გალაბაზდა, მოუხდა, ჩაეწერა ყველაფერში. არაჩვეულებრივად არის გაკეთებული. გაკეთდა კომუნიკაციები, გაკეთდა ფასადები, გამაგრდა საძირკველი. ახალი თბილისის რესტავრირებული სივრცეები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული, 25 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება და გამწვანებული რეკრეაციული ზონები, განახლებული ტროტუარები და საფეხმავლო გამზირი პირველ დამთვალიერებელს მიიღებს.